სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1992 წლის 28 ნოემბერს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო, მე მგონი ამაზე გარკვეულწილად ადრეც გაცა ბატონმა ჯონმა პასუხი, ვინც მიყვება ჩვენს აუდიო ჩანაწერებს და ეს ეხება იმ თემას, რომელიც არის ნახსენები გამოცხადების წიგნში. და უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბიბლიური კითხვები და პასუხები, ეს სესია 23 თლიანად ეხება გამოცხადების და ბოლო პერიოდის, ბოლო ჟამის მოვლენებს. და აქედან არის დასმული კითხვა. და კონკრეტულად ეს კითხვა დაისმება დონისაგან. გამარჯობათ, მე მქვია დონი, ორი კითხვა მაქვს და მეორე კითხვას მე მგონი ვერც მოასწრებს დასმას. თქვენ თვითონ მიხვდებით, იმიტომ პირველი ისეთი ტევადი კითხვა არის. და ერთ-ერთი მათგანი არის შეხედულების კითხვა. არიან მეცნიერები, რომლებიც ასწავლიან გამოცხადების მე-17 თავში, რომ ცრუ ეკლესია ეს არის დიდი მეძავი რომის კათოლიკური ეკლესია. თქვენი აზრი მინდა ამის შესახებ, თუ შეიძლება რომ მიპასუხო და მეორე კითხვა კი 1000 წლეულს ეხება. და ჯონი გააწყვეტინებს მას მაკარტური და იწყეს პირველი კითხვიდან. მოდი დონა ჯერ პირველს ვცადოთ რომ გავცეთ კითხვა. გამოცხადების მე-17 თავი. მიზეზი რის გამოც ეს ხალხს ჯერა, რომ ეს ეხება რომის კათოლიკურ ეკლესიას, როგორც ცრუ ეკლესიას, რამდენიმე საკითხის გამო არის. მეოთხე მუხლში ნახსენებია იისფერი, ალისფერი ფერის, მორთული ოქროთი, ძვირფასი ძოწეულით, ქვებითა და მარგალიტებით, ყველა ამ სახის ნივთებით. გახსოვთ ხო, რაზეა ლაპარაკი? და ამაში ისინი რა თქმა უნდა ხედავენ რომის კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც არის უმდიდრესი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომ ისინი ძალიან დიდრები არიან. ფიქრობ, რომ ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე უდიდესი მიწის მესაკუთრეები. და მე ფიქრობ, რომ ეს მართალია, ვატიკანი ასეა. და დიკი ეხმარება რიჩარდი, რომელიც დამხმარეა ჯონის, ან პირველი, ან მეორე ჯონს და ჯონი ამბობს, არა, მე მგონი ისინი პირველები არიან მიწის საკუთრების მხრივ მსოფლიოში. ისინი ჩვენს ესე ვთქვათ, ახმის მიღმა მდიდრები არიან. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. არის ასევე ბანკიც, გსმენია თუ არა ამის შესახებ ვატიკანში, რომელსაც ეძახიან Banco de Santo Spirito, სულიწმინდის ბანკი. და მე იქ ვიყავი, მე არ შევსულა, მაგრამ დავინახე. მე გულისხმობ, რომ სულიწმინდას, რომელიც მათ აქვთ, და არ ვიცი რა სულიწმინდაზეა ლაპარაკი, თავიანთ სისტემაში აქვთ ბევრი ფული. ასე რომ ეს მისი ნაწილია. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხალხი ამას რომაულ სისტემად ხედავს. შემდეგი, როდესაც გადავდივართ მე-6 მუხლში, ჩვენ ხედავთ, რომ ეს ქალი, ეს მეძავი არის დამთვრალი წმინდა სისხლებით, წმინდათა სისხლებით და იესოს მოწამეთა სისხლით. და ისინი ვიცით, ჩვენ თუ გავიხსენებთ რომაულ სისტემის სისასტიკეს, ინკვიზიციას და ყველაფერს, რამაც გამოიწვია ჭეშმარიტები წმინდების სიკვდილი. გახსოვთ ხო? და როდესაც გადადიხართ უკვე ბოლო სისტემები იკრიბება, ჩადიხართ მე-9 მუხლში, მე-17 თავის, თქვენ გაქვთ ეს 7 მთა და ყველა მიცის რომ რომი არის ქალაქი, რომელიც გაშენებულია 7 მთაზე. ასე რომ როგორც ჩანს, საკმაოდ აშკარა კავშირი არსებობს ამ თვალსაზრისით. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ ეს. ხშირად მეც მეკითხებიან ხოლმე, ჯერა თუ არა რომის კათოლიკურ ეკლესია რომ ეს დიდი მეძავია. ამ კითხვაზე პასუხი ჩემს გონებაში არა მაქვს. მე მჯერა რომ რომის კათოლიკური ეკლესია, როგორც სისტემა, შეიძლება იყოს ბირთვში, გარკვეული ორგანიზაციული თვალსაზრისით ლიდერი. მაგრამ როგორც მე ვხედავ, ამ მეძავს ეს არის განდგომილი რელიგიური თაყვანისცემის ყოვლის მომცველი მსოფლიო ფორმა, რომელიც დარჩება მიწაზე იმის შემდეგ, როდესაც ქრისტე აიტაცებს და გაიყვანს მიწიდან, აქედან დედამიწიდან ჭეშმარიტ ეკლესიას. ახლა მოусმინეთ ამას და შეხედეთ ამას ასე. მსოფლიოში ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ორი რელიგია. ეს არის სწორი და არასწორი. და არასწორი პირობა მოდის აბსოლუტურად ყველა სახის ფორმით, ყველა სახის რა, ეს იქნება ისლამი, ბუდიზმი, განშტოებები, მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ყველა აბსოლუტურად. და ისინი ძირითადად ერთი და იგივე სისტემით არიან წარმოქმნილები. ახლა თქვენ ამოიღეთ ჭეშმარიტი ეკლესია
და სატანა შეძლებს მერე რომ დააკავშიროს ყველა ეს სრული რელიგიური სისტემა ერთმანეთთან და შესაძლოა სრულიად შესაძლებელია რომ რომაული კათოლიციზმი ამ მხრივ ყველა დანარჩენის კონტროლის ადგილზე დაჯდეს და ის იყოს მაკონტროლებელი და მოდით ვაღიაროთ რომ ყველა სხვა სისტემას აქვს სოფლიოში ასეთი არავის არ აქვს სხვა სოფლიოში ასეთი მიზიდულობის ძალა როგორიცაა კათოლიკურ ეკლესიას და ხედავთ ხომ რომის პაპი როგორ მოგზაურობს და ბატონი ჯონი ლაპარაკობს არამედ 80-იან წლები და დღეს ნახეთ უკვე რომის პაპი როგორ გაშალა უკვე მან საზღვრები ხო ბრაზილიური თუ იმით წარმოშობის არის ხო ეს პირველი თუ არგენტინული წარმოშობის რომელიც არის უფრო სოციალური პოლიტიკური ფიგურა ვიდრე კათოლიკური ხო და ვიდრე რელიგიური და ჩვენ უყურებთ აგზელოს ჯონ მაკარტურ რომის პაპს რომელიც მოგზაურობს მთელ სოფლიოში და გაოგნებული არიან ხალხი მის ფეხებთან რომ ეცემიან და ჩვენ ის გვიკვირს როგორი პატივისცემით და როგორ ეთაყვანებიან მას. პირდაპირ ღმერთის სტატუსი აქვს მას. ასე რომ შეიძლება რომაული სისტემა არის ამის ყველაფრის ბირთვში, მაგრამ მე ფიქრობ ეს არის მთელი მსოფლიოს ფართო რელიგიური სისტემა. და ფიქრობ ამის გასაღები არის ბაბილონის კონცეფცია. გახსოვთ ხო ჩვენ ბაბილონზე რო ვილაპარაკეთ რომ ყველა ცრუ რელიგიები იქიდან დაიწყო ბაბილონის გოდოლიდან, ნიმროდიდან და სემირამიდიდან მისი მეუღლიდან. და ეს არის ბოროტების ორგვარი რაღაცა გამომხატველი სიტყვა. სადაც წარმოიშვა ეს საიდუმლო რელიგიები და მართლაც ისინი ყველანი გამოვიდნენ აღმოსავლეთიდან, რომელიც მერე გადაიტანა როგორც ეგვიპტემ, რომმა და ყველგან აბსოლუტურად. ასე რომ მე უბრალოდ მგონია რომ რომი იქნება, მაგრამ ასევე მასში იქნებიან რომის კათოლიკური ეკლესია იქნება ძირითადში, მაგრამ მასში იქნებიან ასევე ლიბერალური პროტესტანტები, მართლმადიდებლები და სხვა მსოფლიოს ყველა განდგომილი სრულ რელიგია. და დიკი რიჩარდი ეხმარება ჯონს და აგრძელებს. მე შემიძლია დავამტოთ მხოლოდ ის, რაც ჯონმა თქვა. მე პირადად მჯერა, რომ რასაც ჩვენ ხედავთ დღეს მთელ სოფლიოში, ეს ძალიან ზოგადი გზით არის ეს ეტაპი, რომელიც ღმერთმა მოაწყო იმ მოვლენებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ მოვა. და მე თქვენ უყურეთ, გადადით და ხედავთ უკვე ამ ცხოვრების თეატრში, როგორ არიან ჩართულები ადამიანები და ჩვენ უბრალოდ ველოდებით ფარდის ახსნას. და ჩვენ გაყვანილები ვიქნებით. ხოლო ვინც დარჩება მაყურების ლოში, ისინი ვინც ურწმუნონი არიან. მაგრამ მე ვხედავ, რომ რაღაცა ხდება დღეს სოფლიოში ბოლო 10 წლების განმავლობაში, რაც ადრე არასოდეს არ მოხდარა. თელ სოფლიოში, რაც სრულყოფილად ერგება იმ სცენას, რომელიც ღვთის სიტყვა ამბობს, რომ მოხდება ამ უკანასკნელ დღეებში და ეს არის გლობალური მენტალიტეტის შექმნა. დღეს სოფლიოს აქვს გლობალური ტრანსპორტი, გლობალური კომუნიკაცია, გლობალური ეკონომიკა, რომელიც უკვე შეძლებს რომ მოემსახუროს სატანის ამ სოფლიო იმპერიას. არსებობს ერთი მსოფლიო მენტალიტეტი, რომელიც წარმოიქმნა ახალი ერის, ანუ new age-ის მოძრაობის შემდეგ. რომელზეც ჯონმა ახლახან ისაუბრა. არსებობს ერთი მსოფლიო რელიგიური სისტემა, ყოველ შემთხვევაში რომაულ კათოლიციზმში, რომელიც ადვილად შეიძლება მოერგოს ანტიქრისტეს მსოფლიო სისტემას. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ექსპერიმენტალურად და ემოციურად, მზარდი მსოფლიო გამოცდილებით, რომელიც იქნება ენებზე საუბარი, აშკარა განკურნებები, რომელიც იპოვის თავის საბოლოო კულმინაციას, როდესაც ანტიქრისტე თვითონ დაჯდება და თვითონ გააკეთებს ამ ნიშნებს და სასწაულებს და სასწაულები მართლაც მოხდება. და ეს ყველაფერი ერთიანდება, რათა შექმნას ძალიან დამაჯერებელი და მიმზიდველი პაკეტი არარეგენერირებული გონებისათვის, რომელიც არ მოდის ღმერთის სულიდან. და ჯონ მაკარტური აგრძელებს კიდევ. დიახ, რაც დღეს ხდება რელიგიაში, ეს არის ღმერთის სიტყვის გვერდზე გაწევა და მისი ჩანაცვლება ტოტალურად, ვიმეორებ ტოტალურად და ეს მართალია დოქტრინის სუბლიმაცია და რელიგიური გამოცდილების აღზევება. და გამოცდილება ახლა არის რელიგიის sine qua non. კონდიციო sine qua non, ლათინური სიტყვა და ქართულად მოვიძიე, სხვათაშორის ტანსაცმელების მაღაზიაც ქონიათ თბილისში, ხო sine qua non. ნიშნავს აუცილებელი წინაპირობას. ეს ლათინურად მგონი არისტოტელეც იყენებს ამ ტერმინს sine qua non და ეს გამოცდილება და იცით ხომ გამოცდილებაზეა დამყარებული მთელი რა ქვია ტრადიცია გამოცდილება მთელი მართლმადიდებლური ეკლესიაც და ისინი იგნორებას უკეთებენ სრულიად ბიბლიას ვითომ აღიარებენ მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ცხოვრებაში არ იყენებენ ისინი უფრო ენდობიან ილია მეორის სიზმრებს
და თქვენი მღვდლების გამოცდილებას და წმინდა მამების გამოცდილებას. აი ამაზე აქვს ბატონ ჯონ საუბარი, რომ ეს უკვე აუცილებელი მოთხოვნილება გახდა და ეს გაერთიანებს უკვე შემდეგ ამ ყველა რელიგიურ სისტემებს ერთმანეთთან და კათოლიციზმი იქნება ამის სათავეში. და აგრძელებს ბატონი ჯონი ასე რომ ყველა საუბრობს გამოცდილებაზე, რომელიც აქვს ინდივიდებს, თქვენ გაქვთ ეს საერთო ქარიზმატული გამოცდილება ქარიზმატებში, რომელიც ხდება მორმონებშიც, რომლებიც ენებზე საუბრობენ, კათოლიკებმაც დაიწყეს უკვე ამ ენებზე, გაუგებარ ენებზე საუბარი, პროტესტანტებიც ენებზე საუბრობენ და ახლა New Age, ანუ ახალი ერის მცხოვრები ადამიანები, რომლებიც დემონებს ეკონტაქტებიან, მათაც იგივე ფენომენი ჰქონდათ. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ახლა და გაიხსენოთ ეს ყველაფერი დელფურ ორაკულებთან ძველ საბერძნეთში, როდესაც მედიუმები, დემონები, ადამიანების მეშვეობით, ქურუმები საუბრობდნენ ექსტაზურ ენებზე და ეს ყველაფერი არის საერთო ძაფი, რომელსაც შეუძლია ექსპერიმენტალურად დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან. ხომ გასაგებია? გმადლობთ. ეხლა ჩვენ გადავალთ შემდეგ მეორე ჯგუფზე, აქეთ მარჯვენა მხარეს და უბრალოდ უნდა მოვასწროთ კიდევ ბევრის მოსმენა. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.